ამაში მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. თქვენი ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, მოკლედ ყველაფერთვის მადლობა. ეხლა ესეთი კითხვები შემოვიდა, რომ ჩამოვწერე და შევეცდები გიპასუხოთ ორ ვარიანტს. ანუ გძნობთო, რომ რაღაცო ჩაკეტილიაო და რაღაც მიშლის ხელსო. თან მკითხულობ ხა, ხო? და ანუ რა არის ესო? მაშინ ესე ფორმულირებას გავაკეთებ, რომ თქვენ გძნობთ, რომ რაღაც ჩაკეტილია, რაღაც ვერ არის ისე? ანუ რა გიშლით ხელს? რა არის ეს? ორ ვარიანტზე. ხო, ჩაიფიქრეთ პირველი ან მეორე. რა არის ჩაკეტილი თქვენ ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. რა არის ჩაკეტილი თქვენ ცხოვრებაში? მეორე ვარიანტი. პირველი, მეორე. ანუ 1, 2. აი ესე რა, ანუ მარტივად იოლად ან უყურეთ ორივეს. მთლიანობაში გამოვიდა, რომ ეს არის კარმული. აი ეს წელი განსაკუთრებით, ეს წელი, ეს 2025, ვინც ახლა მიყურებთ. კარმული იყო ყველასთვის და ჩვენი რაღაც გამოცდები ჩავაბარეთ თავისი განსაცდელებით და რა ვიცი, დაბრკოლებებით და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი ვარიანტი. რა არის ეს, რაც არის ჩაკეტილი? აქ გამოვიდა პირველ რიგში ვერ ანაწილებთ ენერგიას ისე, როგორც საჭიროა. მერე თქვენი ჩაკეტილობა, მე ხა რაც მომდის, ხო? იმას გეუბნებით, შეგიძლიათ, აი თუ რაღაცა ფინანსური ჩაკეტილობა თუ არის, ხო? იმიტომ რომ აჩვენებენ პირველი ფინანსების კარტია. აქ შეიძლება, ეხა თვალიც იყოს, კონკურენტიც იყოს, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ესეთი არაკეთილმოსურნე ყავს, მაგრამ ბრჭყალებში ნახეთ მოწყალების გაცემა, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ თუ გამოგიყვანთ აი ამ ჩაკეტილობიდან მოწყალების გაცემა, ვისაც ესეთი მსგავსი სიტუაცია გაქვთ, ამ ფინანსებში გაქვთ პრობლემა, აი მიუხედავთ იმისა, აი რაღამ გავცე, როცა არა მაქვს, ანუ მერე რა, მაინც უნდა გასცე, ნახე, მოწყალების გაცემა თუ გიშველით, ვისაც ეს ჩაკეტილობა ბლოკი თუ რაღაც დაბრკოლება გაქვთ. აქ არის თქვენ თავთან გაქვთ ბრძოლა. მე იმას გეუბნებით, რომ არა ხართ კეთილი ადამიანები და კეთილსინდისიერები, არა, ხართ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ჩხუბის, რაღაც კონფლიქტის, რაღაც ბრძოლის, რაღაც დაპირისპირების შედეგად ნახე, ნეგატივი იყო გადმოფრქვეული და ჩაიკეტა ფინანსები დროებით. გიშველით მოწყალების გაცემა და 3 პერიოდი, რომ გამოდის ხართ ამ მდგომარეობიდან. თქვენი გონება מחვილი ჩართულობა და სურვილის ასრულება. ისევ გაიხსნება აი ზარდახშა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, სადაც დევს სიუხე, ხო? კეთილდღეობა და ასე შემდეგ. პირველ ვარიანტთან ესე იყო, ნახოთ ახლა მეორე რა არის, აბა თუ გძნობთ რა ჩაიკეტა, რა ჩაკეტილობაზეა საუბარი. პირველ ვარიანტთან უცებ სწრაფად მოხდა, ანუ ყველაფერი ხო გავიგეთ, რომ ფინანსებზე იყო. მეორე ვარიანტთან ნახეთ სამყაროდან მოდის სიტუაცია, რომ აი თვითონ სამყარო გიქმნით ისეთ სიტუაციას, რომ ახალი დასაწყისი უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ანუ აი მივდივარ, სად მივდივარ, არ ვიცი, თავარია მივდივარ, ან ადგილმდებარეობის გამოცვლა, ან ქალაქის გამოცვლა, ან სამსახურის გამოცვლა, ან რაღაცა ცვლილებაზე მიგითითებთ. ასევე ხო საჯარო გაშლაა და ბევრი ვარიანტებია, შეიძლება ხართ ხელოვანი ადამიანი, შემოქმედებითი პიროვნება და ეს ახალი დასაწყისი იქნება. შეიძლება ამ რაღაცა თქვენ სპეციალობაზე იყო, ხო? შემოქმედებით სფეროში გქონდათ ჩაკეტვა, მაგრამ ნახოთ, აბა
რამ შეგიშალავთ ხელი და თუ გამოხვალთ ამ ასე ვთქვათ დაბრკოლებიდან. კი, აქაც ამოდის, რომ შეგიშალავთ ხელი იმ inside, ანუ რა ხდება, ნახეთ, ხელოვანი და შემოქმედებით ადამიანებს აქვს ჩართულობა. ეს ჩართულობა მოდის ყველაფერი ზემოდან. ისე ვერაფერს ვერ დაწერ, თუ არ მოგივიდა შთაგონება, ისე ვერაფერს ვერ დახატავ, ისე ვერაფერს ვერ შექმნი. იმიტომ რომ შენ როცა ხარ ნაწილაკი ღვთისა, ხო, ადამიანი, შემოქმედის ნაწილი ხარ. იმისა, ვინც შექმნა ყველაფერი, რასაც ახლა შენ უყურებ, შენი, ასე ვთქვათ, ხილული თვალებით, მატერიალისტური თვალებით, ხო? ამიტომ აუცილებელია აი ზემოდან ეს წამოსული, ხო? ეს არის the social media, ანუ გასაგებია სოციალური მედია, თქვენი ესე იგი თქვენი ინტუიცია, გაწმენდვა, აღდგენა კოსმოსთან, სამყაროსთან, აი ესეთი, არ ვიცი, თუ ხართ ასტროლოგია, სიტყვაზე ვიძახი, დაინტერესებული, ხო? იგივე ნუმეროლოგია, ეზოთერია, ანუ აი ამ ყველაფერთან რაღაცა, აი ესეთი შთაგონება წამოვა კოსმოსიდან, რა თქმა უნდა, ზემოდან, ანუ აღდგენის ენერგია მოდის, იმიტომ რომ აქ ჩანს ადამიანი, რომელიც ცნობადია, იგივე იმ სოციალურ სფეროში, არ ვიცი რაში, თუ თქვენ რაშიც ხართ, ცნობადი ხართ, ჩვეულებრივი არ ხართ და თუ გქონდათ დაბრკოლება და აქ კითხვა ასეთი იყო, ხო? შემოქმედებით ეტაპზე ისევ უნდა დაუკავშირდეთ რას? დედაბუნებას, ხო? დედაბუნება რა არის? წყალი, მდინარე, ბუნება, ტყე, ბალახი, ანუ გესმით? და მერე ისევ წამოვა ეს მუზა, ეს შთაგონება და ეს ინსაიდი. ანუ და მოხდება მერე აი ამის ყველაფრის დაპროგრამება, ხო? დაგეგმა ამ ყველაფრის. მეორე ვარიანტისთვის რჩევა. კი, ახალი დასაწყისი იქნება. ანუ ყველაფერში იცოდეთ, რომ წარმატება მოდის, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი, გილოცავთ, მიხარია, რომ ასეთებიც მიყურებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ აი ამ შემოქმედებით სფეროში რაშიც ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი შემოქმედებაა დღეს, ხო? ფინანსური მხარეთ შემოქმედებითია, მე თუ მკითხავ. და არქიტექტურა, დიზაინი, ანუ ყველაფერი, ხო? ყველაფერი შემოქმედებითი ნიჭის გარეშე, იმ ინსაიდის, იმ ზემოდან წამოსული ნიჭის გარეშე ვერაფერს ვერ შექმნი.